მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები არ ღალატობენ. როდესაც ადამიანი შეგნებულად აკონტროლებს იმას, რასაც ინსტინქტს ეძახის, რაც სინამდვილეში არ არის ინსტინქტი და პირველივე ჩხუბისას არ მირბის სხვა ადამიანების საძებნელად, არამედ სიტყვებით ცდილობს მოაგვაროს კონფლიქტი, მიანიშნებს იმაზე, რომ საკმაოდ ემოციურად ინტელექტუალურია. რაც მეტია კოგნიტური ემპათიის დონე, მით ნაკლებია ღალატის შემთხვევა. იმიტომ რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანს არ სურს თავის პარტნიორს, რომელიც თვითონვე აირჩია მიაყენოს ტკივილი. ღალატი კი ასე თუ ისე გაცნობიერებული ქმედებაა, რომლის დროსაც მეტწილად ხდება მოღალატე, რომ თავის პარტნიორს ეტკინება. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი არ დახარჯავს არც თავის და არც ხვის დროს. იგი ამბობს, რომ მას არ უნდა შენთან ყოფნა და არ ეყოლები როგორც დამატებითი ვარიანტი. მას კარგად ესმის როგორც საკუთარი, ისევე სხვისი გრძნობების. პასუხისგებლობას იღებს საკუთარ ემოციებზე და არჩევანზე. ფიქრობს მოქმედების შედეგებზე და თანაგრძნობით ეკიდება პარტნიორის მდგომარეობას. მაღალი ემოციური ინტელექტი გულისხმობს ცდომას საკუთარ ღირებულებებთან და სხვების პატივისცემას, რაც ღალატს არ უტოვებს საერთოდ სივრცეს. ღალატი ხშირად დაბალი თვითრეფლექციის, დაუმუშავებელი ემოციური დაძაბულობებისა და ეგოიზმის შედეგია, ხოლო მაღალი ემოციური ინტელექტი შინაგანი სიმწიფეა, სადაც ღალატისთვის ადგილს საერთოდ არ ტოვებს. რა ვიცი, საქართველოში კი არ ყოფილა ემოციური ინტელექტი თურმე. მე არ ვამბობ, კომენტარებში წერენ, რომ რეალურად ემოციური ინტელექტი არ არსებობს და შენ გამოიგონეო, მაგრამ რა ვიცი.